ერთ-ერთი მოკლედ გაკეთებას გეგმავთ კლინიკის კი არა და ესთეტიკური ცენტრის მიკროცემენტის და ამიტომ კარგად გამოვიკვლიე ესეთი კითხვა დამისვა იმ დღეს და დავფიქრდი მაგაზე, რომ ხსნარებს რამდენად გაუძლებს კლინიკაში ესთეტიკურ ცენტრში ეს ისეთი მნიშვნელოვანი არაა, როგორც სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც ყველაფერი ქიმიური ხსნარებით მუშავდება. ხო, მიკროცემენტზე ვიდრე ვიტყოდი, ახლა პირველი სლაიდი კერამოგრანიტი მქონია და ვფიქრობ, რომ კერამოგრანიტი მაინც ეს ის მასალა, რითიც გინდა გაწმინდე, რითიც გინდა დაამუშავე, რაც გინდა გააკეთე, მორეცხე, წყალი დაასხი, რაც გინდა გააკეთე, კერამოგრანიტი მაინც რაღაც თავის თვისებებით ვიცი, ახლა შენ ვინილით შემეკამათები ამ ამბავში და ვინილზე წყალი რო დაასხა, ესეც საოცრად უძლებს მართლა წყლის დასხმებს და სველ დამუშავებას და სველ წმენდას. და კერამოგრანიტი მაინც თავისი ფაქტურული არჩევანით, თავისი პრინტებით, რაც ამ კერამოგრანიტზე დაიტანება, მაინც ძალიან ხშირად იყენებენ ამ კერამოგრანიტს, იმიტომ რომ არის ძალიან კარგი მოსავლელი რა. მით უმეტეს კლინიკებში და მაგრამ ისევ შენ არგუმენტებსაც მოვიშველიებ, რომ მე თვითონაც რამდენიმე კლინიკაში გაკეთებული მაქვს ვინილი, ასე რომ აგერ ერთ-ერთი კლინიკა ვნახე სამშობიარო, რომელიც გაკეთებული არის მიკროცემენტით და მოსაწმენდად, ხო, ყოფილა ხსნარები, ანუ ხო გითხარი ეს გამოყენებული არ მაქვს და თუ ვინმეს პრაქტიკაში გაქვთ და იცით, საინტერესო იქნება თქვენი მოსმენაც, თავისი ხსნარები მოყვება ამ იმას. ამიტომ იგი წინასწარ ვიდრე კლინიკაში გააკეთებთ, ეს ამბავი გაარკვიეთ რა მიკროცემენტზე, რომ ხსნარებით მოწმენდა შესაძლებელი არის თუ არა, დღეს უფრო მიკროცემენტზე მქონდა მე პირადად აქცენტი, თორე ძალიან ბევრგან გვაქვს ხა კერამოგრანიტი გაკეთებული ესეთ დაწესებულებაში, მსგავს დაწესებულებაში. არის სხვადასხვა ტიპის დამუშავებებია მიკროცემენტიც, ანუ შესაძლოა ეს არის აი ისე კი არ არის თუ სწორებად და დასხმულია და კიდევ დაასხა და გაუშვი. არა, ეს არის თვითონ ერთი ტიპი მუშაობს, რომელიც აძლევს ამ ფორმებს. ასე რომ შესაძლებელია მიკროცემენტიც იყოს ფოროვანიც. აი დეკორატიული ლესვას ძალიან გავს ზოგი და შეგიძლია როგორც დეკორატიული ლესვა ისე გააკეთო, ეგეც აი ფერების რამდენიმე ორი ფერით შეგიძლია ერთმანეთში აურიო და რაღაც დაძველების დაჟანგების ეფექტები მიიღო მიკროცემენტით და რავი, აი ბევრი ვიზუალის მიღება არის შესაძლებელი. ცოტა ფოროვანი შეგიძლია გააკეთო, ნუ ხა იატაკზე ალბათ ფოროვანს არ გააკეთებ, მაგრამ ნუ კედელზე შეგიძლია გააკეთო და გამოიყენო. მე შეგეწინა აღმდეგები ისევ კომბინაციების და მრავალფეროვნების მხრივ, იმიტომ რომ ანუ კი ხანდახან პატარა სივრცესაც უხდება ერთგვაროვანი იატაკი, ხანდახან დიდ სივრცესაც ძალიან უხდება, მაგრამ კომერციულ სივრცეებში ერთგვაროვანზე მარტო არ მაქვს მე ხა ისე გამომივიდა, რომ მე მომწონს და მაგიტო იმას ვქენი. შესაძლებელი არის სხვადასხვა ფერების დადებაც და სხვადასხვა ფერების გაკეთებაც მიკროცემენტითაც და მით უმეტეს კერამოგრანიტი და სხვადასხვა კომბინაციები ხო იდეალური გამოდის საერთოდ. აი ჩემი არგუმენტი ეგ არის, რომ შესაძლებელია მარტივად, ძალიან მარტივად ერთი და იგივე სისქის და სისქის იატაკების კომბინაცია, რაც აუცილებელია ზონების გამოსაყოფად, აი აქაც ეგრეა ვიწრო კალედორია, მაგრამ ამ სხვადასხვა ფერებით ისეა გამოყოფილი, სად არის მოსაცდელი ზონა და სად არის ადგილი, სადაც ხალხი დადის და კალედორია და არ უნდა დადგე და არ დააკავოს სივრცე, ან ძალიან კაი შესაძლებლობაა, რომ კომბინაციები გააკეთო. პოდიუმების შემთხვევაში არის ძალიან კარგი სიტუაცია, იმიტომ რომ მსუბუქი მასალაა თვითონ ვინილი და ამიტომ გაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ ეს პოდიუმები თუ რაღაცა მსუბუქ კონსტრუქციებზე გადააკრა და სიმძიმე არ გქონდეს და მარტივად ჰაეროვანი იატაკები მიიღო. იგივე ამ შემთხვევაში აი ეს არის რაღაცა სალონის ნაწილი და რა თქმა იწ ეღან იყო საუბარი არ შესაძლებელია თუ არა წყალთან არანაირი პრობლემა არ აქვს რომ დასრულდეს არანაირი პრობლემა ვინილს არ აქვს ისე ხა საშუალებაში არა თორე ისე გაგვიკეთებია სელზე მე არ ვიცი შენი ნაწილი როგორ არის მაგრამ აი კერამოგრანიტს ვფიქრობ რომ აქვს თქვა სველი როცა იატაკი უსაფრთხო არ არის შეიძლება გაგისრალდეს ფეხი არ ვიცი რომელ ვერსიაზე საუბრობ ხო სხვადასხვა ტიპის დაფარვებია რომელიც შეიძლება რომ ხო ეგ პრობლემაც არ აქვს და რა თქმა უნდა ეს შოების გადაბმა ნუ რა თქმა უნდა მინიმალურად თვალსაჩინოა ეხლა მით უმეტეს დიდი ფორმატის ვინილებით შემოვიდა ანუ ადრე იყო რულონური 2 მეტრიანი ვერსიები მერე შემოვიდა პატარა ვერსიები ანუ პარკეტის და კერამოგრანიტის 60-60-იანი ვერსიები ეხლა გაიზარდა ფორმატი
გაიზარდა ფორმატი და მეტრაზე ვერსიაც შეიძლება ნახო და გამოიყენო. ეს კიდევ გაძლევს, რომ ანახატი უფრო დიდია და ეგ პატარ-პატარა გამეორებები და პატარ-პატარა პრინტი არ ხდება წარამარა და თვალისთვის უფრო სასიამოვნოა. კლინიკებში აღარ არის აუცილებლობა, რომ პალატებში იყოს კედელზე ასული ვინილი, რომელიც ძალიან უშნო სანახავია და როგორც მიკროცემენტის ხელოსანია, ძალიან რთული სანახავი, ასევე ვინილის ხელოსანი, რომელსაც კედლებზე აყავს ეს ვინილი და ლამაზად უნდა გადააბას ის კუთხე, ეგეც ძალიან რთულია და ძალიან ცოტას თუ გამოდის კარგად და რაც არ უნდა კაი მასალა იყოს ხანდახან ეს რაღაც შესრულება აკნინებს და რაღაცა აზიანებს, მაგრამ ეხლა იმის გამო რომ მარტო საოპერაციო ზონაში აუცილებელი და მარტო რესტორნის ზონაში, აი სადაც საჭმელი მზადდება, იქ რო ბაქტერიები არ იყოს მაქსიმალურად და მარტო ამ ზონებში გადარჩა აუცილებელი ამ პლინტუსის კედლებზე ასწავლოთ. დანარჩენ პალატებში შეგიძლიათ ჩვეულებრივი რეზინის ვინილის პლინტუსი გამოიყენო და ნუ ახლა ეს აუცილებლობა აღარ არის. ეს გაძლევს საშუალებას, რომ მეტი სხვადასხვა ვერსია გამოიყენო ინტერიერში და ანუ ეს შეზღუდვა რაც ქონდა ვინილს კლინიკებისთვის, ეს მოხსნილია ყოველ შემთხვევაში, ახლა ესეა. ან პალატებში აღარა გაქვს აუცილებლობა, მარტო სადაც ოპერაციები ხდება, რომ იქ აუცილებლად უნდა იყოს ეს ბაქტერიული ფორმა ლაბორატორიაში. ხო, აი მარტო მანდღა არის აუცილებლობა, მეტი აღარ არის აუცილებლობა. ინტენსიურში შეგიძლია ჩვეულებრივი რეზინის პლინტუსი გამოიყენო. მარტო საოპერაციო ლაბორატორია და ის საჭმელი სადაც მზადდება რესტორნის უკანა მხარეს რა, აი ეს ნაწილია დარჩენილი მარტო. დიდ ობიექტებზე, გინდა კლინიკა იყოს, გინდა ესთეტიკური ცენტრი იყოს, აი ეს ბევრი ფეხის ხმა, ბევრი ინვენტარის ხმა, რაც არ უნდა დღეს ჩავთვალოთ, რომ არაუშავს ამას ყურადღებას არ მივაქცევთ, ხვალდაზე ეს თანამშრომლებისთვის თუ პაციენტებისთვის მაინც არის შემაწუხებელი და ან ვინილს აქვს ხმის დახშობის მეტი შესაძლებლობა, ვინმე სხვა მასალებს.